მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს ერთად მოვამზადოთ ძალიან მარტივად მოსამზადებელი ტორტი რულეტი, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. მზადდება 2 კრემით და არის განსაკუთრებულად გემრიელი და არომატული. უპირველესად ვამზადებთ კრემებს. 2 ცალ კვერცხს დავამატოთ 200 გრამი შაქარი და ავურიოთ. დავამატოთ 500 მილილიტრი რძე და 1 ვანილი და ისევ კარგად ავურიოთ. დავაყაროთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი და მოვურიოთ ფქვილის სრულ გახსნამდე. ჯამი დავადგათ ადუღებულ წყლიან ქვაბზე და მუდმივი მორევით მოვხაშოთ ფაფა. მოხაშულ ცხელ ფაფას დავადოთ სამზარეულოს პარკი და გავაკრილოთ. 200 გრამ რბილ კარაქს ავთქვიფავთ სიფაფუკემდე. შემდეგ დავამატებთ პორციებად ჩვენს ფაფას და ავთქვიფავთ კრემს ერთგვაროვან მასამდე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გემრიელი კრემი გამოდის. თან არაჩვეულებრივია ტორტის გასაფორმებლადაც და გასალესადაც. ნახევარ თეთრ კრემს დავამატოთ 50 გრამი გამღვალი შოკოლადი და ავთქვიფოთ. დავამატოთ, უბრალოდ დავაცრათ 3 სუფრის კოვზი კაკაო და კვლავ ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე. შოკოლადის ეს კრემიც განსაკუთრებულად გემრიელია და როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად მოსამზადებელი. 2 არაჩვეულებრივი კრემი მზად გვაქვს. მოვამზადოთ ბისკვიტი. 4 ცალ კვერცხს დავამატოთ მწიკვი მარილი, ვანილი და 100 გრამი შაქარი და ავთქვიფოთ გათეთრებამდე. შემდეგ დავასხათ 100 მილილიტრი რძე და 2 სუფრის კოვზი ზეთი. 160 გრამ ფქვილში ავურიოთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და დავამატოთ კვერცხის მასას. და ფქვილის გახსნამდე ვთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე. ბისკვიტის ცომი დავასხათ და გადავანაწილოთ საცხობ ფირფიტაზე. ჩემი ფირფიტა 30-40-ზეა და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. ბისკვიტი ცხვება დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაცივოთ და გაცივებულს მოვაშოროთ საცხობი ქაღალდი. ბისკვიტი უნდა იყოს თხელი, რადგან მოვახდინოთ მისი რულეტად დახვევა. დავჭრათ 5 ტოლ ნაწილად და დავნამოთ ვანილიანი ტკბილი წყლით. შემდეგ ზემოდან წავუსვათ შოკოლადის კრემის სქელი ფენა და მოვასხათ გამღვალი 50 გრამი შოკოლადი. შოკოლადის მოსხმის შემდეგ ბისკვიტზე გადავანაწილოთ თეთრი კრემი. შეგიძლიათ შოკოლადის მოსხმის მაგივრად მოაყაროთ ნიგოზი ან მიწის თხილი. როგორც უკვე ჩანს, ტორტი იქნება ძალიან გემრიელი. ავიღოთ პირველი ბისკვიტის ნაწილი და დავახვიოთ ჩვეულებრივ, როგორც ვახვევთ ხოლმე რულეტს. შემდეგ მას შემოვახვიოთ კრემიანი სხვა ბისკვიტის ნაწილები, როგორც ეკრანზეა ნაჩვენები. როცა ყველა ბისკვიტის ნაჭერს შემოვახვევთ, ზემოდან გადავუსვათ თეთრი კრემი, ხოლო გვერდებზე გავაფორმე შოკოლადის კრემით. ტორტის მორთვა ზემოდან თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მე ზემოდან მოვთე ასევე შოკოლადის კრემით და ირგვლივ მოვასხი
გამღვალი შოკოლადი. ზემოდან კი გახეხილი და დამტვრეული შოკოლადები მოვაყარე. ტორტი გამოვა აუცილებლად ძალიან გემრიელი და დასამახსოვრებელი. ტორტი უკვე გავჭერით და როგორც ხედავთ, ჭრილში არის ძალიან ლამაზი, ხოლო გემოთი არის არაჩვეულებრივი. შინაურულის არხზე არის დესერტების მრავალი მარტივი რეცეპტი, რომელიც სპეციალურ ნამცხრების ალბომშია. ნახეთ და მოამზადეთ. დღეს სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.